უკრაინაში ომი უკვე 4 წელზე მეტია გრძელდება და ყველა ცდილობს იპოვოს დასასრული. ჩვეულებრივ ომში ერთი მხარე იმარჯვებს, მეორე მხარე მარცხდება და შემდეგ როგორღაც ცხოვრება ცდილობს ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ეს არის ამ ომის დასრულების ის ვერსია, რომელიც უმეტესობას თავში აქვს. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ომი და მისი დასრულება შეიძლება რუსეთისთვის კატასტროფად იქცეს და შესაძლოა უკრაინისთვისაც კი. ასე რომ მოდით პირდაპირ ამაში ჩაუღრმავდეთ. იმის ნაცვლად, რომ ომი დასრულდეს ნათელი გამარჯვებულით და დამარცხებულით, ყველაზე სავარაუდო შედეგი უკრაინაში არის გაყინული ფრონტი. ყოველ შემთხვევაში საფრანგეთის საერთაშორისო სტრატეგიული საკითხების ინსტიტუტის IRIS 2025-ის ანალიზის მიხედვით. ეს მოსაზრება ემყარება 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში პროგრესის არარსებობას. ეხლა წარმოიდგინეთ კონფლიქტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, ოღონდ ოდნავ უფრო დიდ მასშტაბზე და ამჯერად ევროპის შუაგულში. ორივე მხარე დააწესებდა ახალ დე-ფაქტო საზღვრებს, რომლებიც განისაზღვრებოდა იმით, რამდენ უკრაინულ ტერიტორიას შეძლებდა რუსეთი დაეკავებინა. საკონტაქტო ხაზები გაიყინებოდა, რადგან არც ერთი მხარე ვერ შეძლებდა სრულ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. ამის მიზეზი მარტივია. რუსეთმა ვერასდროს მიაღწია იმას, რაც შეჭრის დასაწყისში ჰქონდა მიზნად დასახული. მეორე მხრივ, უკრაინა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულად დათმოს ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა დაიკავა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა 2014 წელს. ომი, ასე ვთქვათ, სავარაუდოდ დასრულდება მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტით, რაც დამოკიდებული იქნება იმ მომენტის გეოპოლიტიკურ გარემოზე, როდესაც ორივე მხარე ამოწურავს საკუთარ რესურსებს. მაგრამ რუსეთის მხარეს ომამდე და ომის დროს წარმოშობილი პრობლემები ეთ-5-ში არ გაქრება. ამის ნაცვლად რუსეთმა შეცვალა თავისი ეკონომიკა, მართლობა, სოციალური იერარქია და თვით რუსული კულტურაც კი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ აღიქმება. და ამ ყველაფერმა რუსეთი უფრო სუსტი გახადა. მაგრამ მოდით დავიწყოთ იმით, რას ნიშნავს სინამდვილეში მშვიდობა, რადგან რუსეთი და უკრაინა ერთსა და იმავეს არ ელოდებიან. უკრაინაში კიევის საერთაშორისო სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა, რომელიც 2026 წლის იანვარში დაარსდა, 2026 წლის 12-დან 24 თებერვალს ჩატარებულ გამოკითხვაში განაცხადა, რომ უკრაინელთა 57% კატეგორიულად უარყოფს უკრაინული ჯარების დონბასიდან გამოყვანას, თუნდაც აშშ-სა და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. უკრაინის გზავნილი ნათელია. მათ შეუძლიათ მიიღონ გაყინული ფრონტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს რეალური უსაფრთხოების არქიტექტურა, მათ შორის სავალდებულო გარანტიები, ნატოსთან დაახლოება და წევრობის გზა. ისინი არ მიიღებენ დათმობას, რომელიც კომპრომისად არის შენიღბული, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ქვეყნას დაუცველს ტოვებს იმ მომენტისთვის, როცა მოსკოვი გადაწყვეტს, რომ დრო შესაფერისია. ეს უკვე სცადეს და არ იმუშავა 2014 წელს ყირიმთან დაკავშირებით. რუსეთის სხვა ამბავია. 2025 წლის დეკემბერში სახელმწიფო გამოკითხველმა ვიციუმმა და დამოუკიდებელმა ლევადა ცენტრმა ერთსა და იმავე მთავარ დასკვნამდე მივიდნენ, თუმცა სხვადასხვა გზით. ვიციუმმა წლის ბოლოს პრეზენტაციაში დაადგინა, რომ რუსების 55%-მა თავისი იმედები უკეთესი 2026 წლისთვის პირდაპირ ომის დასრულებას დაუკავშირა, ხოლო 70%-მა მომავალი წელი უფრო წარმატებულად მიიჩნია ვიდრე წინა. ლევადა, რომელიც უცხოელი აგენტის სტატუსით მუშაობს და დეკემბრის შუაში 1618 რესპონდენტი გამოკითხა რუსეთის 50 რეგიონში, დაადგინა, რომ რუსების 66% სინამდვილეში მშვიდობის მოლაპარაკებებზე გადასვლას ემხრობა. 2026 წლის თებერვალში ლევადას მონაცემებით მოლაპარაკებების მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და 67.2%-ის მიაღწია, ხოლო სამხედრო ოპერაციების გაგრძელების მომხრეთა წილი 24.3%-მდე შემცირდა. მაგრამ ამ ციფრებში დაფარულია წინააღმდეგობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ლევადას მონაცემები აჩვენებს, რომ რუსების 3/4-ს ჯერა, რომ რუსეთმა არ უნდა დათმოს არც ერთი ტერიტორია ომის დასასრულებლად. ისინი სურთ სროლა შეწყდეს და სურთ დაიჯერონ, რომ არ წაუგიათ. ორივე ეს რამ ერთდროულად. ეს კომბინაცია სწორედ ის მიზეზია, რატომაც ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა რუსეთში ძალიან არამდგრადი პოლიტიკური შედეგია. ეს კრემლს აძლევს საშუალებას წარმოაჩინოს ეს როგორც წარმატება. სახელმწიფო იტყვის, რომ მან პოზიციები შეინარჩუნა, დაიცვა ეროვნული ინტერესები და დაუპირისპირდა ნატოს, მაგრამ სავარაუდოდ აქ კიდევ ერთი კითხვა გაჩნდება. რატომ ჩანს ყველაფერი რუსეთისთვის ასე ბევრად უარესად? სწორედ ეს კითხვა მიგვიყვანს მეორე პრობლემამდე. იგივე ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვევს ორ სრულიად განსხვავებულ შეფასებას და მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იქნება გადასატანი იმ ქვეყნისთვის, რომელიც მას მიიღებს. უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ, რადგან იმის მიხედვით რას კითხულობთ, შეიძლება ისეთი შეგრძნება დაგჭეთ, თითქოს სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ და სიახლეების თვალყურის დევნება უკვე აღარ არის ყველაზე რთული ნაწილი. ყველაზე რთულია იმის გარკვევა, რა არის სინამდვილეში სიმართლე.
აი მაგალითად ეს ამბავი, რომელიც პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით თითქმის 200-მა წყარომ გააშუქა. ამბობენ, რომ აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, ირანის პორტების ბლოკადამ 36 საათში მთლიანად შეაჩერა ეკონომიკური ვაჭრობა. მაგრამ ერთი დღით ადრე სხვა ამბავი, რომელსაც ძირითადად მემარცხენე მიმართულების თითქმის 80 წყარო აშუქებდა, ამბობდა, რომ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა ბლოკადის პირველ დღეს თითქმის არ შეცვლილა. აბა, რომელი სიმართლეა? სრულიად შეჩერებულია, თუ მხოლოდ ადრე იყო შეფერხება, თუ ორივე შეიძლება იყოს მართალი. სწორედ ასეთი გაყოფილი გაშუქების გამო ვიყენებთ Ground News, რომ ვიყოთ ინფორმირებული მსოფლიოში მიმდინარე მრავალ აქტიურ კონფლიქტზე. თუ მხოლოდ ერთ ამ სათაურს ნახავდით, მხოლოდ ერთი პერსპექტივით დარჩებოდით და სრულიად განსხვავებული გაგება გექნებოდათ იმისა, რაც ხდება. Ground News ყოველდღიურად ათასობით სიახლეს აგროვებს და თემების მიხედვით აწყობს. გაჩვენებთ მიკერძოებას, სანდოობასა და მფლობელობას თითოეული წყაროსთვის, რათა ყველა კუთხე ერთ ადგილას დაინახოთ. ერთი ფუნქცია, რომელსაც ბოლო დროს ხშირად ვიყენებთ, არის blind spot. ის გაჩვენებთ ამბებს, რომლებსაც პოლიტიკური სპექტრის ერთი მხარე აქტიურად აშუქებს, ხოლო მეორე მხარე თითქმის არ ეხება. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად სად გახართ. ეკო კამერიდან გამოსვლა უფრო ზუსტ წარმოდგენას გაძლევთ იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის ნისლში გზის გაკვლევისას. მიყევით ბმულს ground.news/military show. ან დაასკანერეთ QR კოდი, რათა მიიღოთ 40%-იანი ფასდაკლება შეუზღუდავით სვდომის Vantage გეგმაზე. და ეს ამცირებს ფასს ისე, რომ ის ერთი ფინჯანი ყავის ღირებულებაზე ნაკლებია, ასე რომ სცადეთ Ground News თავად. უკრაინისტვის ეროვნული ისტორია უკვე თავიდანაა დაწერილი და ასე დარჩება, მიუხედავად იმისა, სად გაჩერდება ფრონტის ხაზი. 2022 წლის თებერვლამდე დასავლელი ანალიტიკოსები უკრაინას კვლავ რუსეთის პრიზმაში განიხილავდნენ. როგორც პოსტსაბჭოთა და კორუმპირებული ქვეყანა, რომელიც მოსკოვის ორბიტაში იყო გაჭედილი, პატარა ძმა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლო ზეწოლა, ყიდვა, დაშინება ან დაყოფა. ეს შეხედულება თითქმის მთლიანად გააქრა 2026 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოკუპირებული ტერიტორია დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდა, უკრაინას შეუძლია ისტორიულად მნიშვნელოვანი რამ თქვას. მათ უფრო დიდმა სახელმწიფომ დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა, მიზნად დაისახა მისი განადგურება. გამოიყენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი არმია მის წინააღმდეგ და ვერ შეძლო მისი კვლავ დამორჩილება. ეს არის უკრაინის პოზიციის საფუძველი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რუსეთისთვის იგივე ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ გამჟღავნებასა და პოლიტიკურ პოზირებას ეხება. კრემლმა ეს ომი გაყიდა, როგორც მოკლე სამართლიანი სიდიადის დემონსტრაცია, რადგან რუსეთის იმპერია ცდილობს სრულად განახლდეს. შემოჭრა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ეწოდა, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ეს დაამტკიცებდა, რომ უკრაინა ნამდვილი სახელმწიფო არ იყო და აიძულებდა დასავლეთს რუსეთი კვლავ სერიოზულ ძალად მიეჩნია. ამის ნაცვლად 4 წლის შემდეგ რუსეთი უფრო ღარიბია, უფრო იზოლირებული, ჩინეთზე დამოკიდებული და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში სძულთ. იმავე სახელმწიფოებს, რომლებიც ადრე ვარშავის პაქტის ნაწილი იყვნენ და ვერ ახერხებს დამაჯერებლად დაასაბუთოს, რომ ომის დროს აშენებული რამე ღირდა იმ ფასად, რაც მას დაუჯდა. გახსოვდეთ, რუსეთს ყავს უფრო დიდი არმია, უფრო დიდი მოსახლეობა, საბჭოთა მარაგები, ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები, ბირთვული არსენალი და პროპაგანდის მანქანა. თუმცა მაინც ვერ შეძლო უკრაინის დაჩოქება და ომი გადაიქცა კოლოსალურ მარცხად, ფინანსურ და მორალურ ტვირთად ქვეყნისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისით თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა 2025 წლის დეკემბერში დაადასტურა, რომ რუსეთმა 2025 წელს თავდაცვაზე მშპ-ის 7.3% დახარჯა. თუ ეს მაჩვენებელი მთავრობის მიერ იმ წლისთვის განსაზღვრულ მშპ-ს მიუსადაგებთ, ეს ნიშნავს, რომ სამხედრო ხარჯები დაახლოებით 198 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს არის ფული, რომელიც ინფრასტრუქტურაში, ჯანდაცვაში ან ეკონომიკის მოდერნიზაციაში არ ჩაიდო. რუსეთის მშპ 2026 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 0.2%-დან 0.5%-მდე შემცირდა, რაც პირველი კვარტალური ვარდნაა 2023 წლის დასაწყისის შემდეგ. და ეს შოკი იყო თვით რუსეთის ინსტიტუტებისთვისაც კი, რომლებიც ამ პერიოდისთვის 1.6%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. მალე ამის შემდეგ რუსეთის მთავრობამ 2026 წლის მთლიანი მშპ-ს ზრდის პროგნოზი 1.3%-დან მხოლოდ 0.4%-მდე შეამცირა. ინფლაცია დაახლოებით 6%-ს შეადგენს და განაგრძობს მოსახლეობის შესყიდვის უნარიანობის შემცირებას. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი რამდენიმე ათწლეულის მაქსიმუმის დონეზე დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა ინფლაციასთან საბრძოლველად, რამაც სამოქალაქო ინვესტიციები და სესხება შეამცირა, მაშინაც კი, როცა თავდაცვის ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობდნენ. ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები, რაც რუსეთის მთავარი საბიუჯეტო წყაროა, დაახლოებით 40%-ით შემცირდა წლიურად 2026 წლის აპრილამდე არსებულ 12 თვეში. ამაზე გავლენა იქონია ნავთობის დაბალმა ფასებმა, ევროპულმა სანქციებმა და ძლიერმა რუბლმა, რომელმაც ექსპორტის მარჟები შეამცირა.
ამის საპასუხოდ რუსეთი ახორციელებს დამატებული ღირებულების გადასახადის გაზრდას, რომელიც ძალაში შევიდა 2026 წლის იანვრიდან და რომელიც ფაქტობრივად საშუალო ბიზნესებს ართმევს ფულს, რათა ომის დაფინანსება გააგრძელოს. და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ომმა რუსეთს ხელოვნური ეკონომიკური ზრდა მოუტანა. თავდაცვის ქარხნებმა მუშები მიიზიდეს, ზოგ სექტორში ხელფასები გაიზარდა. სახელმწიფო ტელევიზია წარმოების მაჩვენებლებს უსვამდა ხაზს და ამას ქვეყნის ძლიერება წარმოაჩენდა. მაგრამ ზედაპირზე რომ არ ჩანს, კრედიტი ძვირი გახდა. დამოუკიდებელი აზრის გამოხატვა საშიში გახდა, მოგზაურობა უფრო რთული გახდა, ფასები მუდმივად იზრდებოდა და ისინიც კი, ვინც ჯერ კიდევ პუტინს უჭერდა მხარს, სულ უფრო ხშირად ჩიოდნენ. როცა თავს საკმარისად უსაფრთხოდ გრძნობდნენ, ამბობდნენ, რომ ჩინოვნიკები იტყუებოდნენ, ცუდ ამბებს მალავდნენ და რეალობას უმალავდნენ ზემდგომებს. ამის ყველაზე ნათელი საჯარო სიგნალი მაშინ გამოჩნდა, როცა ვიქტორია ბონდია, რუსი ტელევარსკვლავი, რომელიც ყველაზე მეტად რეალითი შოუებითა და სილამაზის კონტენტით არის ცნობილი, ვიდეოში გააკრიტიკა რუსეთში არსებული მდგომარეობა. ამ ვიდეომ 13 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და კრემლი აიძულა საჯაროდ ეპასუხა. და ეს არ იყო იმის გამო, რომ მან რამე განსაკუთრებულად გონიერი თქვა, არამედ იმიტომ, რომ ის სწორედ ის ადამიანი იყო, ვისგანაც ამას არავინ ელოდა. კრემლი ლიბერალებს, ემიგრანტებსა და დისიდენტებს დასავლეთის აგენტებად მოიხსენიებს. მაგრამ როდესაც ვინმე ცნობილი ადამიანებისა და ფუფუნების აპოლიტიკური სამყაროდან ამბობს, რომ სისტემა ელპება, მილიონობით ჩვეულებრივი რუსი ამ განწყობას ცნობს და თანაუგრძნობს. ეს მომენტი შეიძლება ყოფილიყო სიგნალი იმის შესახებ, თუ სადგა საზოგადოებრივი განწყობა სინამდვილეში, რამაც პუტინი ნამდვილად არ გაახვილა და არ გაახარებდა. რაც შეეხება თავად საზოგადოებას, უკრაინაში ომის ნამდვილი გამარჯვებულები არ იქნებიან ომში ჩართული ქვეყნების მთავრობები, არამედ ის ადამიანები, ვინც მასში მონაწილეობდნენ. რუსეთისთვის კი პირველი და ყველაზე თვალსაჩინო ჯგუფი აქ კონტრაქტის საფუძველზე მებრძოლი ჯარისკაცები და მათი ოჯახებია. ღარიბ რეგიონებში სამხედრო სამსახური, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის შესანიშნავ ლიფტად იქცა, რადგან ხელფასები ზოგიერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სამუშაოსაც კი უტოლდებოდა ქვეყანაში. 2024 წლის ივლისში, ომიდან 2 წლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლითაც ახალწვეულებისთვის ფედერალური ხელმოწერის ბონუსი თითქმის გააორმაგა და რეკომენდაცია მისცა რეგიონულ ხელისუფლებებს, რომ მათაც საკუთარი ბიუჯეტებიდან დაემატებინათ ანალოგიური თანხა. 2026 წლის დასაწყისში ზოგიერთ რეგიონში რეგიონული ხელმოწერის ბონუსმა 2,6 მილიონ რუბლს, ანუ დაახლოებით $35,000 მიაღწია. კაცებისთვის, რომლებსაც სხვა არჩევანი ნაკლებად ჰქონდათ, ეს იყო სიმდიდრე, რომელსაც ისინი არასდროს შეხვედრიან და სხვა გზით ვერ მიაღწევდნენ. უკრაინაში მებრძოლი კონტრაქტიანი ჯარისკაცის თვიური ხელფასი 2025 წელს 210,000 რუბლს, ანუ დაახლოებით $2,400 შეადგენდა, რაც ქვეყნის საშუალო ხელფასზე ორჯერ მეტია. ამან სამოქალაქო სამუშაოებიდან მუშახელი წაიყვანა, გამოიწვია ხელფასების ინფლაცია დაზარალებულ რეგიონებში და შექმნა ოჯახების ისეთი ფენა, რომელთა ცხოვრების დონე მთლიანად ომის გაგრძელებაზე იყო დამოკიდებული. ეხლა, სანამ ამაზე გადავიდოდეთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ვაქვეყნებთ ანალიზებს მსგავს თემებზე და ყოველდღიური გლობალური გეოპოლიტიკური მოვლენების მიმოხილვებს, რათა ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. მეორე ჯგუფია თავდაცვის ინდუსტრიის მუშახელი. იარაღის ქარხნები, დრონების მწარმოებლები, ელექტრონიკის მომწოდებლები და სარემონტო ობიექტები იყვნენ ის სექტორები, რომლებსაც ყველაზე მეტი მუშახელი სჭირდებოდათ და მთავრობა შეეძლო მათთვის კონტრაქტების უწყვეტი ნაკადი მიეწოდებინა. მაგრამ ამ სექტორებს ორი მთავარი პრობლემა აქვთ. პირველი, რუსეთის მთავრობა ცნობილია იმით, რომ კონტრაქტებზე ან ნაკლებად იხდის, ან საერთოდ არ იხდის, რადგან მწარმოებლებისთვის ეს კონტრაქტები ერთ-ერთი იშვიათი შესაძლებლობაა. შედეგად, მაშინაც კი, როცა ამ მწარმოებლებს უნდა აყალდებოდათ, კრემლი იმდენად ფინანსურად შეზღუდულია, ირონიულად, სამხედროების გაზრდილი ხელფასების დაფინანსების გამო, რომ ვერ იხდის იმ ტექნიკის საფასურს, რომელიც ომის ძალისხმევის შესანჩუნებლად არის საჭირო. მეორე, ამ სექტორებს ნამდვილად არ შეუძლიათ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება, როდესაც სამხედრო შეკვეთები შეწყდება. როგორც კი კონტრაქტები შეწყვება, მომწოდებლები დაკარგავენ კლიენტებს, ხოლო მუშები, რომლებსაც სტაბილური სამსახური ჰქონდათ აყვავებულ სექტორში, მოულოდნელად აღმოჩნდებიან სტაგნაციაში მყოფ სამოქალაქო ეკონომიკაში. არ არსებობს დაგეგმილი გარდამავალი პერიოდი, არც მართული კონვერსია, არც სამოქალაქო წარმოების ხაზი, რომელიც მათ მიღებას ელოდება. რუსეთი ომის ეკონომიკაზე მუშაობს, მისთვის ომის შემდგომი მიმართულების გარეშე. მესამე ჯგუფი უფრო მცირეა, მაგრამ პოლიტიკურად უფრო ხმაურიანი. ეს არის იდეოლოგიური კლასი. Z-ბლოგერები, პატრიოტული ინფლუენსერები, მოხალისე შემგროვებლები, ადგილობრივი დამხმარეები, რომლებმაც ისწავლეს ომის ენა და აღმოაჩინეს ხშირად პირველად ცხოვრებაში, რომ ისინი მნიშვნელოვანი იყვნენ. 2022 წლამდე ბევრი მათგანი არავინ იყო. ომმა მათ მისცა აუდიტორია, შემოსავალი, ძალაუფლებასთან წვდომა და მიზნის შეგრძნება, რაც უმეტესობას არასდროს ჰქონია. მაგრამ მათი მნიშვნელობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რომ კონფლიქტი რჩება რუსეთის საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ ფაქტად. როცა ეს შეწყდება მათი პოპულარობის წყაროც.
ხოლო ადამიანები, რომლებიც პირველად იძენენ სტატუსსა და მიზანს და შემდეგ ამას კარგავენ, როგორც წესი ჩუმად არ მიდიან. ეხლა ომის მეორე მხარეს უკრაინის საომარმა ეკონომიკამ სხვა ტიპის გამარჯვებული წარმოშვა, რომელიც მშვიდობიან დროსაც შეიძლება წარმატებული იყოს. დრონების ინჟინრები, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, ლოგისტიკის კოორდინატორები, რეაბილიტაციის მუშაკები. უკრაინა იღებს კონტრაქტებს სხვადასხვა დასავლეთის ქვეყნებიდან, რათა გაუზიაროს მათ თავისი განვითარება და ცოდნა. ყველა ეს ადამიანი და მთელი ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უკრაინამ შექმნა, შეიძლება გამოყენებულ იქნას ნატოს მთლიანად გასაძლიერებლად, ან უბრალოდ გაიყიდოს უმაღლეს ფასზე. ის თავდაცვის ტექნოლოგია, რომელიც უკრაინამ შექმნა, საბრძოლო პირობებში გამოცდილია და დამტკიცებულია, რომ მუშაობს. ამასობაში რუსულმა აღჭურვილობამ არაერთხელ გამოავლინა თავისი სტრუქტურული ნაკლოვანებები თანამედროვე საბრძოლო ველზე. გარდა ამისა, უკრაინამ განავითარა დამხმარე სექტორები, თავდაცვის ტექნოლოგიები, მაღალი სიზუსტის წარმოება, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული აღდგენა. და ამ ყველაფერს გაცილებით მეტი გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს შემდგომი კვლევისთვის. რუსეთის სამხედრო სექტორები თითქმის სრულიად საპირისპიროა, რადგან ისინი აწარმოებენ იარაღს და როცა იარაღზე მოთხოვნა იკლებს, ისინი უმუშევრობას ქმნიან. მაგრამ ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილურობისთვის, არც ინფლუენსერები არიან და არც ქარხნის მუშები, ეს ვეტერანებია. და ის თუ რას აკეთებს სახელმწიფო თავის ვეტერანებთან გიჩვენებთ, რა ტიპის სახელმწიფოა ის და როგორი მომავლისკენ ისწრაფვის. უკრაინაში კი მასშტაბი თავისთავად განსაცვიფრებელია. გერმანიის მარშალის ფონდის ანგარიშის მიხედვით, უკრაინას უკვე 2025 წლის დასაწყისში ჰქონდა გამოწვევა, დაეხმაროს 1,2 მილიონზე მეტ ვეტერანს, ხოლო პროგნოზები აჩვენებს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 5-დან 6 მილიონამდე, როცა მოქმედი სამხედროები დაასრულებენ სამსახურს. ეს დაახლოებით ყოველი მე-6 უკრაინელია. ოსლოს მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ომის დასრულების შემდეგ 5 მილიონამდე ვეტერანს და მათ ოჯახებს დასჭირდებათ რეინტეგრაციის მხარდაჭერა, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 15%-ზე მეტია. არ არსებობს ისტორიული პრეცედენტი ასეთი მასშტაბის რეინტეგრაციის გამოწვევისთვის ქვეყანაში, რომელიც ამავდროულად ცდილობს აღადგინოს 195 მილიარდი დოლარის პირდაპირ ინფრასტრუქტურული ზარალის შემდეგ. მაგრამ უკრაინას აქვს ის, რაც რუსეთს არ აქვს. ერთიანი ეროვნული ნარატივი, რომელიც ვეტერანების მსხვერპლს მნიშვნელობას ანიჭებს. მამაკაცებმა და ქალებმა, რომლებმაც იბრძოლეს, საკუთარი სამშობლო დაიცვეს. მათ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ შეინარჩუნეს მაშინ, როცა უფრო დიდმა ძალამ მისი წაშლა სცადა. უკრაინაში ვეტერანები შეიძლება გახდნენ ადგილობრივი პოლიტიკოსები, პარტიის ორგანიზატორები, ბიზნესის მფლობელები, განაღმვის ექსპერტები, აღდგენის მენეჯერები, საზღვრის უსაფრთხოების სპეციალისტები და სამოქალაქო აქტივისტები. რუსეთს სტრუქტურულად განსხვავებული პრობლემა აქვს და ეს იწყება სახელმწიფოს დამოკიდებულებით. კრემლი არ სურს, რომ ვეტერანები იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მოქმედების უნარი. ის მათ დეკორაციებად უნდა ჰყავდეს, სანამ სასარგებლოები არიან, როგორც გმირები, რომლებსაც აჩვენებენ პატრიოტულ ღონისძიებებსა და სახელმწიფო მედიაში. მოდელი ასეთია. დააბრუნონ ისინი საკუთარ სახლებში, თვალი ადევნონ, რას აკეთებენ, გამოიყენონ თეატრალურ გამოჩენებში და შემდეგ სასურველია დაივიწყონ ისინი. ეს მხოლოდ ვარაუდი არ არის. ზოგიერთი შეფასებით უკრაინიდან დაბრუნებული ვეტერანების ნახევარზე მეტს სტაბილური სამსახურის პოვნა არ შეუძლია. ისინი ან ომით მიღებული შოკის ქვეშ არიან, ან პირდაპირ დაჭრილები და მაინც არ იღებენ არანაირ მუდმივ დახმარებას. ამ შეზღუდვის მიზეზი აშკარა ხდება, როცა ამაზე დაფიქრდები. რუსეთის მთავრობა, რომელიც ვეტერანებს რეალურად მისცემდა ძალაუფლებას, როგორც მოქალაქეებს საკუთარი ქსელებით, საკუთარი პრეტენზიებით და საკუთარი მორალური ავტორიტეტით, შექმნიდა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ვერ გააკონტროლებდა. და კრემლის მთელი პოლიტიკური მოდელი. უпроსტორად კი პუტინისი დამოკიდებულია რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი ძალის კონტროლზე. მაგრამ ამას თავისი რისკებიც ახლავს. ესენი არიან ძალადობაში გაწვრთნილი ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო ცხოვრებაში ოდესმე მიღებულზე ბევრად მეც იღებენ. მათ ყოველ ნაბიჯზე ეუბნებოდნენ, რომ ისინი გმირები და ერის საყრდენი იყვნენ. და ახლა ისინი ბრუნდებიან სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკაში, რომელსაც აღარ შეუძლია გადაუხადოს იმდენი, რამდენსაც ფრონტზე იღებდნენ. სისტემაში, სადაც მათთვის არ არსებობს სანდო გზა, რომ გახდნენ ვინმე სხვა, გარდა ყოფილი ჯარისკაცებისა. რუსეთში არ არსებობს GI Bill-ის ანალოგი. არ არსებობს კანონის უზენაესობა, რომელიც მცირე ბიზნესს საიმედოდ იცავს. არც სანდო გადამზადების სისტემა. იდეოლოგიით არ არის კომპრომეტირებული. არც პოლიტიკური კულტურა არსებობს, სადაც ვეტერანებს მოქალაქეებად, დამოუკიდებელი აზრის მქონე ადამიანებად მიიჩნევენ და მათ მონაწილეობას ელია. როდესაც სახელმწიფო ამ მდგომარეობის მართვას მეთვალყურეობითა და შერჩევითი მფარველობით ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად ჩართოს ადამიანები, ის პრობლემას არ აგვარებს, არამედ უბრალოდ აჭიანურებს მას. და გადადებული პრობლემები შეიარაღებულ, ორგანიზებულ, იმედგაცრუებულ მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ ერთეულის ქსელები, ბრძანების ჩვევები და სამოქალაქო ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობა, ხშირად ძალადობრივი ფორმით იჩენს თავს. სტატისტიკა შემაძრწუნებელია, რადგან ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანების მიერ 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს ან დაჭრეს.
ეხლა წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ მილიონობით ვეტერანი დაბრუნდება ეკონომიკური კრიზისის პირობებში. თავს მოთხოვებულად იგრძნობს იმ ინსტიტუტების მხრიდან, რომელთათვისაც იბრძოდა და აღმოაჩენს, რომ არსებულ სისტემაში მათთვის ან მათ რისხვისთვის ადგილი არ არის. ეს ქვაბივითაა, რომელიც გადმოდუღების პირასაა. ასე რომ ნათელია, რომ რუსეთს წინ გრძელი გზა აქვს და ახლა ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე დასაწყისში იყო. და ეს შეიძლება პრობლემა იყოს არა მხოლოდ რუსებისთვის, არამედ პოტენციურად მთელი ევროპის და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვისაც. დაუბრუნდეთ რუსეთს. მთავარი საკითხი ისაა, რომ რუსეთს ან პუტინს შეიძლება ახლა ეგრძნოს, რომ დასაკარგი აღარაფერი დარჩა. მოდით გეოგრაფიით დავიწყოთ, რადგან ეს ყველაფრის საფუძველია. რუსეთმა ეს ომი ნაწილობრივ იმისთვის დაიწყო, რომ აღედგინა ბუფერული ზონა, რომელსაც რუსული სამხედრო დოქტრინა ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებლად მიიჩნევს. უკრაინა ადრე ბუფერულ ზონად გამოიყენებოდა, რომელიც საბჭოთა კავშირსა და შესაძლო გერმანულ შეტევას შორის არსებობდა. ეს მაგალითად მეორე მსოფლიო ომში გამოვლინდა. ასე რომ, რუსის სამხედრო სტრატეგების თაობები ტერიტორიულ ბუფერებს რუსეთის ცენტრალურ ტერიტორიასა და დასავლეთის მტრულ ძალებს შორის ცხოვრების აუცილებლობად მიიჩნევდნენ და ეს ბუფერები მტკიცე უნდა ყოფილიყო. დამორჩილებული დედა რუსეთს, როგორც უკრაინა დამოუკიდებლობამდე იყო. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და უკრაინამ ყოველწლიურად უფრო და უფრო დაიწყო პროდასავლური ნაბიჯების გადადგმა. ომი იმისთვის იყო დაწყებული, რომ ეს პროცესი უკუექციათ, მაგრამ შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა თვალსაზრისით კიდევ უფრო გააუარესა მდგომარეობა. ფინეთის ნატოში გაწევრიანებამ 2023 წელს თითქმის გააორმაგა რუსეთის სახმელეთო საზღვარი ალიანსთან. შვედეთის გაწევრიანებამ კი ნატოს ყოფნა ბალტიის ზღვაზე გააფართოვა. უკრაინა, რომელზეც ვლადიმირ პუტინი 2021 წლის სტატიაში ამტკიცებდა, რომ რეალური ქვეყანა არ იყო და რუსეთზე იარაღად იყენებდნენ. ეხლა სწორედ ასეთი იარაღად იქცა. ამასთან ერთად, უკრაინას ჰყავს მილიონიანი საბრძოლო გამოცდილების მქონე არმია, საკუთარი შიდა სარაკეტო პროგრამა, რომლის მოქმედების რადიუსი გავრცელებული ინფორმაციით 600 მილამდე აღწევს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დრონების ინდუსტრია. ომი უკრაინაში ფაქტობრივად თვითშესრულებადი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა, რომელმაც უკრაინა იმ ტრადაქცია, რაც ვლადიმირ პუტინს უკვე ეგონა რომ იყო. შემდეგ არის ტექნოლოგიური ასპექტი, რომელიც გეოგრაფიულ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს და მას ფაქტობრივად გადაუჭრელს ხდის. თუნდაც რუსეთმა როგორღაც შეძლოს ტერიტორიული ბუფერის აღდგენა დასავლეთით, ეს საფრთხეს მაინც ვერ მოაგვარებს. ევროპის ქვეყნები ახლა აქტიურად იძენენ ღრმა და ზუსტ დარტყმის შესაძლებლობებს, რასაც რუსეთი თავადვე უბიძგებს შუალედური რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულების დარღვევით და აშშ-ის ამაზე საპასუხო გამოსვლით. ამ კონტექსტში მნიშვნელობას იძენს რუსეთის 2024 წლის ბირთვული დოქტრინაც. ახალი ფორმულირება შეიძლება ითქვას ამცირებს ბირთვული ესკალაციის ზღვარს და მოიცავს იმასაც, რასაც ის სანდო მონაცემებს უწოდებს, მათ წინააღმდეგ მიმართული ჩვეულებრივი იარაღის დარტყმების შესახებ. ამის გამო ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 2025 წლის დეკემბერში ალიანსის წევრები გააფრთხილა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში რუსეთთან შესაძლო ომისთვის მზად იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი იყენებს ბირთვული მუქარის ბარათს. ეს ომის განმავლობაში ათეულობითჯერ გაუკეთებია ყოველ ჯერზე, როცა დასავლეთი უკრაინისთვის დახმარების გაძლიერებაზე ფიქრობდა. მაგრამ რუსეთს, რომელიც ამ ომიდან გამოვა დასუსტებული ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალებით, სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკით და ალყაში მოქცევის მზარდი შეგრძნებით, შეიძლება რეალურად გაუჩნდეს სტიმული ბირთვული არსენალი გამოიყენოს როგორც მთავარი ინსტრუმენტის შეკავებისა და იძულებისთვის. რუსეთი 2022 წლიდან სტრუქტურულად, ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურადაც კი დამოკიდებული გახდა პეკინზე, რადგან ჩინური ტექნოლოგიები რუსული თავდაცვის ინდუსტრიის კრიტიკულ საყრდენად იქცა, ხოლო ჩინურმა ვაჭრობამ შეავსო ის სიცარიელე, რომელიც ევროპულ ეკონომიკურ კავშირებში ჩამოშლამ დატოვა. რუსეთმა 2025 წლის სექტემბერში ჩინეთთან ახალი მასშტაბური გაზსადენის შეთანხმებას მოაწერა ხელი. სიბირის ძალა 2-ის, რაც კიდევ უფრო ამაღრმავებს ენერგეტიკულ ურთიერთობას და ფაქტობრივად აძლევს რუსეთს საშუალებას ომის დაფინანსება გააგრძელოს. მაგრამ პრაქტიკაში რუსეთი ამ ურთიერთობაში უმცროსი პარტნიორია, რომელიც დამოკიდებულია ჩინურ ტექნოლოგიებზე, ჩინურ ბაზრებზე და ჩინურ დიპლომატიურ მხარდაჭერაზე იმგვარად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მის თვითახქმას, როგორც დიდ დამოუკიდებელ ძალას. ეს დამოკიდებულება ომის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან როცა ყველაფერი დამშვიდდება, რუსეთს კიდევ უფრო ნაკლები ალტერნატივა ექნება. მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ომმა რეალურად გამოიწვია ყველაზე ღრმა და შეუქცევადი გაყოფა ორივე ხალხის თანამედროვე ისტორიაში. უკრაინა ამ კონფლიქტიდან გამოვა დაჯრილი, გამოფიტული და გლოვაში, რომლის მასშტაბის გადაჭარბება ძნელია. მაგრამ მას ასევე ექნება განახლებული იდენტობა და საერთაშორისო მხარდაჭერა დასავლური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც უკვე $100 მილიარდი გამოყვეს მისი აღდგენისათვის. ამასთან ერთად მას ექნება მეტად ძლიერი თავდაცვის ტექნოლოგიური სექტორი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია და შეესაბამება აშშ-ისა და ნატოს დონეს.
მაგრამ რუსეთი ამავე კონფლიქტიდან გამოვა როგორც შიგნიდან გამოცლილი ქვეყანა. მას ეყოლება ვეტერანთა კლასი, რომელსაც არ ექნება საიმედო პოლიტიკური გამოხატვის არხი და ექნება ყველა მიზეზი უკმაყოფილებისთვის. ომისთვის და არა მშვიდობისთვის შექმნილი ეკონომიკა იბრძოლებს ახალი გზების საპოვნელად, რათა გამოიყენოს და ბოროტად გამოიყენოს თავისი მოქალაქეები გადასახადების ამოსაღებად. და ამჟამინდელი ხელმძღვანელობა შეიძლება კარგადაც კი ჩაითვალოს იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მივიღოთ, თუ საქმე ისე დამძიმდება, რომ პუტინი გადაწყვეტს, საერთოდ არ სურს მშვიდობა. და თუ გსურთ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, ვინ შეიძლება შეცვალოს პუტინი, თუ საქმე იქამდე მივა, აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო. დარჩით The Military Show-ის გამომწერად, რომ მიიღოთ მეტი საინტერესო სიახლე.